მოგესალმებით, მეგობრებო. შაბათ-კვირაა და დღეს ბიტკოინს განვიხილავთ. 25 წელზე მეტი სავაჭრო გამოცდილებისა და თითქმის 7 წლის ყოველდღიური ვიდეოების შემდეგ, ახლა 1.5 ბიტკოინის პოზიცია მაქვს. რამდენიმე საათის წინ კიდევ 9 ბიტკოინი დავამატე, მას შემდეგ რაც წინა 2 ბიტკოინიანი გარიგება დაახლოებით $500 მოგებით დავხურე. აქტიური 1.5 ბიტკოინიანი ლონგ პოზიციის ღირებულება დაახლოებით $96,700. საშუალო შესვლის ფასი 65,255 მახლობლადაა, მიმდინარე ზარალი კი დაახლოებით $190. ბოლო 9 ბიტკოინი კორექციის დროს დაახლოებით $64,373 დავამატე. წინა მოგების დაფიქსირების შემდეგ პოზიციას ეტაპობრივად აღვადგენ. Bitcoin 64,400 on the monthly charts. ბიტკოინი დაახლოებით $64,400 ივაჭრება. თვის გრაფიკზე მან 58,000 ძლიერ მხარდაჭერას გამოეხმაურა. კვირის გრაფიკზე სკვიზ მომენტუმი კვლავ წითელია, და სტოქასტიკური ინდიკატორი კი ჭარბი გაყიდვის ზონიდან ზემოთ შებრუნებას იწყებს. Stochastic is oversold turning up. On the indicators, the crypto guru bot is still a red sell. Let's go. კვირის გრაფიკზე crypto guru bot-ის ძირითადი სიგნალი კვლავ გაყიდვას მიუთითებს, თუმცა ბიტკოინის სხვა ინდიკატორმა ახლახან ყიდვის სიგნალი აჩვენა. კვირის სანთელი დაახლოებით 22 საათში დაიხურება და ახლა შებრუნებულ ჩაქუჩს ჰგავს. სურათის გასაუმჯობესებლად ფასის უფრო ძლიერი აღდგენაა საჭირო. Hammer candle, which isn't the best unless we see a pump here. On the daily, Bitcoin is midway. Not oversold, not overbought. დღის გრაფიკზე ბიტკოინი დიაპაზონის შუაშია და არც ჭარბად ნაყიდია, არც ჭარბად გაყიდული. RSI ზემოთ ბრუნდება, სკვიზ მომენტუმი კი კვლავ წითელი ზონისკენ მოძრაობს. ფასი დიდი აღმავალი არხის ქვედა საზღვარს თითქმის შეეხო. You learn about these indicator bots in the crypto mastercourse and stock room mastercourse. You can say we almost came down to the bottom of this channel. ბიტკოინი კვლავ ამ არხში რჩება. დიდ გრაფიკზე შესაძლოა ყალიბდებოდეს შებრუნებული თავი და მხრები, რომლის სამიზნე დაახლოებით 72,000-ია. ფასმა არხიდან ნაადრევად გასვლას სცადა, მაგრამ უკან დაბრუნდა, ამიტომ არხი მოძრაობას კვლავ კარგად განსაზღვრავს. 4 საათიან გრაფიკზე ბიტკოინმა ორმაგი ფსკერი შექმნა და 63,600 მახლობლად აიწია. უფრო უსაფრთხო შესვლა დაახლოებით 63,248-თანაა, დაახლოებით $560 რისკი $9,800 შესაძლო მოგების სანაცვლოდ, 1 ბიტკოინზე და ბერკეტის გარეშე. საათობრივ გრაფიკზე იგივე მხარდაჭერა 63,200 მახლობლადაა. პოზიციას დაახლოებით 64,300-თან დავამატე, თუმცა უფრო უსაფრთხო ორდერი ქვედა მხარდაჭერაზე რჩება. რადგან ამ დონეზე უკვე ვიყიდე, შემდეგი ორდერი დაახლოებით 63,700-დან 62,000-მდე ჩამოვწიე, რათა ერთ ფასზე ზედმეტი კაპიტალი არ მოვათავსო. ბიტკოინის დარჩენილი ორდერები დაახლოებით 62, 60, 58, 55 და 53,000 დოლართან მაქვს. გვიქსზე ასევე 1.5 ბიტკოინის პოზიცია მაქვს და შემდეგი ორდერი 62,000-ზე გადავიტანე. ბიტკოინისა და მეთას სხვა ორდერები უფრო დაბალ დონეებზე რჩება. ეს იყო ბაზრის მოკლე განახლება. Telegram-ის უფასო საზოგადოებაში წევრები აზიარებენ გარიგებებს, კვლევებს, მუსიკასა და დაკვირვებებს, მათ შორის იმას, რომ ბიტკოინი კვლავ უფრო მაღალ მინიმუმს ქმნის. საუბარში ჩართვა ყველას შეუძლია. ყველა ბმული ქვემოთაა, ბაიბეტის შეთავაზება $30,000-მდე ბონუსით, ვიცის $200 ბონუსი ქექის გარეშე, უფასო Telegram ჯგუფი, Elite Traders და კრიპტოვალუტების კურსი, სადაც ინდიკატორები და სავაჭრო ბოტებია ახსნილი. მაყურებლები საკუთარ შედეგებს კვლავ გვიზიარებენ. ერთ-ერთი მათგანი რეგულარულად ყიდულობს Apple-ის აქციებს და დაახლოებით $200 მოგებასა და დივიდენდებს ელოდება.
მეორემ პორტფელში დაახლოებით $20,000 მოგება აჩვენა. სასიამოვნოა, როცა ადამიანები მიღებულ ცოდნას იყენებენ. ეს იყო ბიტკოინის განახლება. გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები. ხვალამდე.